ჩემი პირველი თხოვნაა. თუ დაიწყებ ძმაკასთან ბიზნესს, რასაც იშოვით შუაში გაიყავით და არასდროს ერთმანეთს ფულის გულისთვის არ უღალატოთ, თორე მერე თქვენი შვილებიც ერთმანეთს გადაეკიდებიან და მოდის ეს მტრობა და მოდის. პირველი ბიზნესი უნდა დაიწყოთ ნოლიდან, არ შევცხვეთ შრომის და რაც გექნება, შენი იქნება ქემაინც. ზოგს ფას დაუკლებ, ზოგს მოუმატებ და ეს მოგცემ შენ იმის საშუალებას, რომ პარტნიორზე არასდროს არ გექნება შესაკითხი, რომ მე ამას დაუკლო თუ მოუმატო. ერთ მაგალითს გეტყვით. ერთჯერ მყავდა ებრაელის 3 თვე პარტნიორი. პირველ თვეს, როცა $10,000 მაგარი ფული იყო, ჩემ დას რაღაც მივთი, რასაც ვყიდიდით, ჩემ დას ვაჩუქე ერთი. მეორე ვაჩუქე ჩემ ძმას. თვის ბოლოს ფული გავიყავით, 10,000 იყო მოგება, 5,000 მას გავუყავი, 5,000 მეწავიღე. აი იმ დღეს ვისწავლე ბიზნესი ებრაელმა მითხრა, ჩვენო ძმაკაცები ვართ. ისო შენი და არისო, ჩემი ხო არ არისო. ისო შენი ძმა არისო, ჩემი ხო არ არისო. მეო ჩემი წილი მომეციო და 6,000 წაიღო იმან და 4,000 მომცეს მე. აი იმ დღიდან გავხდი ბიზნესმენი. ბიზნესმა არ იცის ნათესავი. ბიზნესმა არ იცის დედა, მამა. ერთჯერ ვთქვი, რომ დედა, მამა და ხო იცი ხალხი, რომელსაც მას არ იცის განათლება იმ დონეზე არ აქვს მიღებული, როგორო დედა უფრო წინ დგას ვიდრე ბიზნესიო. ახლა მე შენ მასწავლებლია, დედა წინ რო დგას ვიდრე ბიზნესი. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ წიგნია ესეთი ახლა არ შემომიტანია აქ. შეჭამე ბაყაყი. ამერიკელების წიგნი გადასარევი. აკოცე ბაყაყს. კაცო, ეს წიგნი იმ კაცმა იმიტომ გამოუშვა, შენ რო წაიკითხო და ის შეცდომ არ დაუშვა, რაც იმან დაუშვა, ხო? და მართლა კი არ უნდა აკოცო ბაყაყს, იმიტომ კი არ გამოუშვეს ეს წიგნი. ეს წიგნი იმიტომ გამოუშვეს, რომ მე ვაკოცე მაგ ბაყაყს, მე შევჭამე ეს ბაყაყი და ეს იგულისხმება, რომ შეცდომები დაუშვი და შენ რო შეცდომა არ დაუშვა, ამიტომ ეს წიგნი წაიკითხე და ჩემ გამოცდილებას უნდა დაეყრდნო. მეორე რა არის ბიზნესში თავარი? 12 წლიდან, 13 წლიდან, 14 წლიდან იწყება ბიზნესი. თუ გინდა რომ რეალური ბიზნესმენი იყო, სულ ბიზნესში უნდა იყოს, სულ გაყიდო, სულ იყიდო, მიუტანო, მოიტანო, ნახო, შეხედო, დაათვალიერო. სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლო. შენ შეცდომებზე ცოდვა ხართ, იმიტომ რომ